მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. Როგორც მოგეხსენებათ, ტელეკომპანია ქართული ახალი 2026 წლიდან გთავაზობთ რამდენიმე ახალ გადაცემათა ციკლს. დღეს სწორედ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან შთამბეჭდავი, საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაცემის ანონსი გსურს შემოგთავაზოთ. დღეს ჩემს გვერდით იმყოფება არაჩვეულებრივი ქალბატონი, პროფესიით ფილოლოგი, გომბორის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი 1999 წლიდან, საქართველოს 2022 წლის ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი, ფაზისის აკადემიის წევრი, 2 ფოლკლორული კრებულის ავტორ-შემდგენელი, 5 პოეტური კრებულის რედაქტორი, პრემია ივერიის გამარჯვებული, წმინდა ილია მართლის გაზეთ ივერიის კონკურსის ორგზის გამარჯვებული პროზაში. აი ასეთი დიდებული ქალბატონი. ქალბატონი ლეილა არჩემაშვილი გვეწვია დღეს სტუმრად და ძალიან მალე ქალბატონი ლეილა უკვე სტუმარი არ იქნება ამ არხზე. ის უკვე მასპინძელი იქნება თითოეული თქვენგანის და იქნება ავტორი და წამყვანი შესანიშნავი გადაცემისა სახელწოდებით ლექსო არ დაიკარგები. ქალბატონო ლეილა, მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ აი ასეთ დიდებულ საქმეს ემსახურებით, რასაც ქვია პედაგოგიური მოღვაწეობა, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უამრავი თაობა გაგიზრდიათ, აღიზრდიათ და ადამიანი, რომელიც აი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და თანაც არის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, მე არ მიკვირს, რომ თქვენში აი ეს იდეა, რომელიც შემდეგ გადმოიღრება აი ამ გადაცემაში, რასაც ქვია ახალი გადაცემა ტელეკომპანია ქართულზე სახელწოდებით ლექსო არ დაიკარგები, ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა ძალიან საყვარელი და ძალიან შთამბეჭდავი იქნება უპირველეს ყოვლისა და უპირველეს ყოვლისა ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან საჭირო გადაცემა და ვფიქრობ და დამეთანხმება ჩვენი ტელეარხის მაყურებლები, რომ აი ამ ფორმატის გადაცემა არცეთ ტელევიზიას არ აქვს და მე ამით ვიქნები ძალიან ამაყი, ქალბატონო ლეილა. ეხლა მე მინდა თქვენი თავი ასე თუ ისე უცებ ზოგადად გავაცანი ჩვენს მაყურებელს, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ზოგადი დახასიათება მინდა ამ გადაცემის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ფოლკლორი არის ძალიან მდიდარი, მრავალფეროვანი, უნიკალურია ჩვენი ქართული ფოლკლორი. ის ძალიან მრავალმხრივია და კონკრეტულად ფოლკლორის რომელი მიმართულებით, აი რომელ დარგს შეეხება თქვენი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ამ ღელანდობისთვის. დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს ფოლკლორი ბავშვობიდან. გენეტიკურად მოლექსე მოკაფიევების ოჯახში ვარ დაბადებული და აღზრდილი. ჩემი დიდი პაპა იყო გიორგი მგელიაშვილი. მისი შთამომავლები ყველა აკაფია გალექსებანის ავტორები იყვნენ და შემიყვარდა ბავშვობიდან. მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურები ამ საქმეს, ფოლკლორული მასალების შეგროვებას, დაბეჭდას და წიგნებად აკინძვას. 2 კრებული შევადგინე და ჩემ ხალხს არ დაუკარგე ივრის ხეობის მოლექსე მოკაფიევებს, ამხელა შრომა და ამაგი. როგორია ჩემი ხალხი, იცით, მათთვის ისეთივე აუცილებელია ლექსი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის პური წყალი და ჰაერი. ისინი ლექსის გარეშე ვერცლებენ და ძალაუნებურად მეც შემიყვარდა ეს დარგი. ანუ გადაცემა იქნება პოეზიის მიმართულებით, ზეპირსიტყვიერება იქნება, რა თქმა უნდა ხალხური რეწვის ოსტატები და დიდ ოსტატები, მათაც გავაცნობ ტელემაყურებელს და ყველაზე მთავარი პირველი გადაცემა მინდა მეუძღვნა ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილს ქალბატონო მანანა 1990 წელში ივნისის თვეში ბატონი ვახუშტი ჩამობრძანდა ჩვენთან სტუმრად და ჩემი ინიციატივით და ორგანიზებით გავმართეთ ფშავ-ხევსურული ლექსის ზეიმი. ჩვენი საღამო ბატონმა ვახუშტიმ წაიყვანა იქ ჩვენი ხალხი დახვდა
კაფეებით, კიდევაც თქვა რომ მე ვიცოდი სადაც მოვდიოდი, მე ვიცოდი თქვენი ხალხის სიტყვასავით დამაყრდა კაფეებსო. მე თამა და მე მისი ლექსები, მე მისი დიალოგური კაფეები, ეს ყველაფერი ჩანაწერი მაქვს, ეს ჩემთან არქივშია, ფოტომასალა უამრავი და მე მგონი ძალიან კარგი და დიდებული გამოვა და ბატონი ვახუშტის ხსოვნის წინაშე პირნათელი მინდა ვიყო. და მე დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება ქალბატონ ლეილა და მე მაინც მინდა შეგეკითხოთ, ვიცი დაახლოებით თქვენგან პასუხი, მაგრამ აი თქვენ ემსახურებით მომავალ თაობას და მის აღზრდას და მით უმეტეს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით ჩვენს მომავალ თაობას. როგორ ფიქრობთ, ეს გადაცემა ხო არის უმნიშვნელოვანესი და ჰაერივით საჭირო ჩვენი ხვალინდელი დღისთვის? აუცილებლად მართლა ჰაერივით საჭიროა, იმიტომ რომ თანდათან მცირდება კაფე გალექსებანის ავტორები და ჩემს მოსწავლეებს, რაც მე პედაგოგიური სტაჟი მაქვს და ვემსახურები მოსწავლეთა სწავლას და განათლების საქმეს, სულ ვაგროვებინებ ქალბატონო მანანა ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. მე დავხვეწ და ეს მასალები საკონფერენციო თემებად მოგვაქვთ მოსწავლეთა ეროვნულ სასახლეში. უამრავი სიგელი და დიპლომით ვართ დაჯილდოებული და მიხარია ჩემს ბავშვებს რომ ვაყვარებ ხალხურ შემოქმედებას და არ კარგავენ არც ერთ ტაეპს, არც ანდაზას, არც გამოცანას და ასე რომ თქვენი გადაცემის აქტიური მაყურებლები იქნებიან თქვენი მოწაფეები უპირველეს ყოვლისა და მე მინდა მადლობა უთხრა უფალს, რომ თქვენისთანა ხალხი არსებობს ამ ქვეყანაზე. ამიტომ არ გადავშენდებით და ქართველი ერი უკვდავია და მადლობა მინდა ასევე გადაუხადო. არ შემიძლია ამ ეთერიდან მადლობა რომ არ გადაუხადო ქალბატონ ნაზის არჩევაძეს. დიდებული გადაცემის წამყვანს ჩვენს ეთერში, რომელმაც თქვენი თავი გამაცნო და არა მარტო თქვენი, ბევრი დიდებული ადამიანი მოიყვანა აქ და მე მიხარია, რომ თქვენ უკვე ჩვენი დიდი ოჯახის წევრი ხდებით ქალბატონ ლეილა. ამას მეც ბოლოსთვის ვიტოვებდი, რა თქმა უნდა, მე ამას ვერ გავუბედავდი ქალბატონო მანანა. ქალბატონი ნაზის ინიციატივაა ეს, რომ აქ უნდა იყოს გადაცემა ფოლკლორზე და ლეილას აქვს ძალიან დიდი არქივი და ქალბატონმა ნაზიმ ამ არქივს შენ წამოიღებ ტელეკომპანია ქართულში და დაუტოვებ მას ისტორიაში. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად და მოკლედ ჩვენ ველოდებით პირველ გადაცემას სულ მოუთქმელად, როგორც იტყვიათ, და ეს იქნება იანვრის თვეში. მანამდე კი ჩვენ აი ამ ჩვენს პატარა ჩანაწერს აუცილებლად რეკლამის სახით გავუშვებთ ტელეკომპანია ქართულის ეთერში იანვრის თვემდე, ვიდრე ეს გადაცემა არ დაიწყება. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, შეხვედრამდე და ვისარგებლოთ შემთხვევით და მიულოცოთ ქართველ ერს ახალი წელი. ახალ წელს გილოცავთ ყველას, ბედნიერი შობა ახალი წელი, ასრულებოდეთ ყველა ოცნებები, ჩანაფიქრები და უამრავი ქართული საქმე გვეკეთებინოს ერთად. მადლობა. შეხვედრამდე.